როგორ ირჩევა ახალი პატრიარქი? გამარჯობა, მე ვარ დამიანე გორდელაძე, იგივე მარტოკაცი და სანამ დავიწყებთ ამის განხილვას, თუ შენ არ გაქვს ჯერ კიდე გამოწერილი ჩემი არხი, შეგიძლია გამოიწერო. ბევრ საინტერესო რამეს იხილავ ჩემს გვერდზე. ყველა მიცით რომ ილია მეორე გარდაიცვალა, 59 წელი მართავდა ის ჩვენს ეკლესიას და ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მნიშვნელოვანი მომენტი და თავიდანვე გეტყვით რომ ორ თვეში უკვე ახალი პატრიარქი გვეყოლება. ეს ზუსტად ვიცით. მოდი მივყვეთ რა არის საჭირო, ვინ შეიძლება გახდეს და ასე შემდეგ. სანამ აირჩევენ ახალ პატრიარქს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიას მართავს მოსაყდრე. მოსაყდრე ჩვენ გვყავს შიო, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დაასახელა პატრიარქმა. სხვათა შორის ეს იყო რაღაცა მოულოდნელობა სხვა ეპისკოპოსებისთვის, არ ელოდნენ ამას. და გახდა შიო, ესე იგი, ამ პერიოდამდე, სანამ აირჩევა ახალი პატრიარქი, შიო მართავს ჩვენს ეკლესიას და ასევე შიოს ევალება, რომ ორგანიზაცია გაუწიოს ახალ არჩევნებს. მაშინ ესე დავიწყოთ. მართვა-გამგეობის დებულება საპატრიარქო კანდიდატობის რამდენიმე ფუნდამენტურ მოთხოვნას აწესებს. კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი, მთავარი ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი. ესენი ყველა ეპისკოპოსები არიან, უბრალოდ ეს ხარისხებშია განსხვავება წოდებებში. ის უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, აუცილებლად. მას მოეთხოვება საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება. აქ იგულისხმება ვიღაცამ შეიძლება დაამთავროს სასულიერო აკადემია, სემინარია, აკადემია და ისე გახდა შემდეგ ბერი და შემდეგ უკვე ეპისკოპოსი. და მეორე ამბავი რომ უბრალოდ ასეთი სათნო ადამიანი, კაცი გახდება მერე აღიკვეცება ბერად და ეს გზა გაიარა, ანუ არა საღვთისმეტყველო გზით და განათლებით, არამედ სხვანაირად. მოკლედ ბუნებრივია რომ განათლება აუცილებელი კომპონენტია. ასაკობრივი ცენზი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ 40 და არა უმეტეს 70 წლისა. ამჟამიდელი მოცემულობით ზედა ასაკობრივი ზღვარი სინოდის არაერთ წევრს, მათ შორის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძეს ეხება. თუ არ ვწდები, გიორგი ყველაზე მოხუცებული წევრია სინოდისა, ასე რომ გაიცხრილება რაღაც კუთხით. არჩევნების პროცედურული ვადები მკაცრადაა განსაზღვრული. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 თვისა, მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას. ამ კრებამდე მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდი, სადაც ფარული კენჭისყრით შეირჩევა 3 კანდიდატი. სინოდის თითოეულ წევრს აქვს უფლება წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავით. ის 3 მღვდელმთავარი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს კენჭისყრის გაფართოებულ კრებაზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ესე იგი, თუ მე ვარ განათლებული, რასაც მთხოვენ, აკმაყოფილებ ასაკობრივ ცენს, მაშინ შემიძლია რომ მეც წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა. ახლა თუ არ ვწდები, სინოდში გვყავს 39 წევრი, ასე რომ ამ 39 წევრიდან გაიცხრილება ასაკობრივი ცენზისა და განათლების მიხედვით და შემდეგ უკვე იმათში შეირჩევა 3 კანდიდატი და ესეც ირჩევა ხმის მიცემით. ყველაზე მეტ ხმას, რომელიც სამეულით დააგროვებს საბოლოო კრებაზე, იმ 3-ში უკვე აირჩევენ პატრიარქს. გაფართოებული კრება მრავალწარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც სინოდის ყველა წევრისგან, ეპარქიების, მონასტრების, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების დელეგატებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაში მონაწილეობის უფლება ყველა კანდიდატს აქვს, უშუალოდ არჩევნებში ხმის უფლებით მხოლოდ მღვდელმთავრები სარგებლობენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომლებიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს. ანუ 39 თუ არის, 20 ხმა უნდა გქონდეს და მაშინ გახდება პატრიარქი. საჭიროების შემთხვევაში ტარდება მეორე ტური 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის. შეირჩევა ესე იგი 3, შემდეგ ხმის მიცემა, თუ ვერ გადაწყდა და არ მიიღო ნახევარზე მეტი ხმებისა ერთ-ერთმა, მაშინ ყველაზე მეტი ვისაც ქონდა ის 2 შეირჩევა და უკვე 2-ში გადაწყდება პატრიარქობის ამბავი. პატრიარქის გამორჩევა განსაზღვრავს ეკლესიის კურსს მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. თუმცა ჩვენ მქონდა შემთხვევები, რომ ძალიან ცოტა ხანი იყვნენ ტახტზე ჩვენი პატრიარქები. ასეთი იყო მაგალითად დავით მეხუთე, სანამ ილია მეორე გახდებოდა 1977 წელს. ცოტა ხანი იყო დავით მეხუთე საპატრიარქო ტახტზე. არავინ იცის რას გვიზამ ჩვენი ჯანმრთელობა და რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, ასე რომ. ამ დროისთვის საპატრიარქო ადმინისტრაცია გარდამავალ რეჟიმში მუშაობს, რათა უზრუნველყოს საარჩევნო კრების ლეგიტიმური ჩატარება. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია არჩევნების დასრულებისთანავე მცხეთის სვეტიცხოვლის საგათერო ტაძარში შესრულდება, რითაც ოფიციალურად დასრულდება გარდამავალი პერიოდი და ეკლესიის მართვის ახალ ეტაპზე გადავალთ, გვეყოლება ახალი პატრიარქი. ზუსტად ვიცით, რომ ეს ყველაფერი მოხდება 2 თვეში. იმედია არავინ ჩაერევა ამ ამბავში.
დიდი შანსებია, თუმცა ნახოთ რა იქნება. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ამით ძალიან დამეხმარები. აბა, დროებით.